მშვიდობის პატივცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია ჩვენი გადაცემა ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. მე გახლავართ თემურ შენგელია და ჩვენ დღეს ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, ვისაუბრებთ ჯანმრთელობაზე. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი არის ჩემი კოლეგა, ექიმი, ქალბატონი მარი ჭუმბურიძე. მოგესალმებით ქალბატონო მარინა, საღამო მშვიდობის და დიდი მადლობა ამ გადაცემაში ამ თემაზე სასაუბროთ, რომ დამთავრდით. გარდა იმისა, რომ ეს ასე ვთქვათ, თქვენი მიმართულება არის თქვენი საქმიანობის ის თემა, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო არის დღევანდელი ადამიანებისათვის, იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ შევინარჩუნოთ ჩვენი ჯანმრთელობა და პლუს ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მეთოდის არის ის, რომ ჩვენ პრევენციის საშუალება გვეძლევა ამ მეთოდით გამოკვლევებისა და მკურნალობისაც. დღეს საუბარი გვექნება ტალღურ მედიცინაზე. მე მადლობა მინდა გითხრათ ჩემს მაყურებლებს იმისათვის, რომ თქვენ ესე გულდასმით უსმენთ ჩვენს გადაცემებს, აქტიურად იღებთ ამაში მონაწილეობას და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი გადაცემა სწორედ ჩვენი ტელემაყურებლების თხოვნით არის ორგანიზებული და მე აი თქვენს აქტიურ ჩართულობას ძალიან ვაფასებ და დიდი მადლობელი ვარ. ქალბატონო მარინა, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ტალღურ მედიცინაზე. ზოგადად ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ გაცნობიერება იმ აგებულებისა, რისი ნაწილიც ჩვენ ვართ. მე მხედველობაში მაქვს სამყარო და აი იმისი გაცნობიერება, რომ ჩვენ იგივე ფორმით, ისეთივე სტრუქტურით ვართ შექმნილი და ასე ვთქვათ, ფუნქციონირებთ, როგორც ფუნქციონირებს სამყარო. და ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის ტალღური ბუნება. ანუ სამყარო, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს გადაცემაში, რომ სამყარო ტალღური ბუნების არის და შესაბამისად ჩვენ შევდგებით ტალღებისაგან, აი ფიზიკური პლანი არის დაბალი სიხშირის ტალღები და არაფიზიკური პლანი, ის რასაც ჩვენ ვეძახით სულს, კოსმოსს და ასე შემდეგ, არის მაღალი სიხშირის ტალღები. აი სწორედ ცოცხალი ორგანიზმები მატერიალურ პლანზე შექმნილი იყო იმისათვის, რომ აი ამ მაღალი სიხშირის და დაბალი სიხშირის ტალღებისთვის ყოფილიყო გარდამავალი სტრუქტურა იმისათვის, რომ აი ეს სიხშირეები ერთმანეთთან მოსულიყვნენ ჰარმონიაში და ინფორმაციული გაცვლა მომხდარიყო არამატერიალურ და მატერიალურ პლანს შორის. აქედან გამომდინარე, როდესაც მე არაერთხელ მქონდა ამ თემაზე საუბარი და ტელემაყურებლებისგან შესაბამის კითხვებს ვიღებდი იმ თემაზე, რომ ყველა ჩვენი პათოლოგიური მდგომარეობის, ყველა დაავადების მიზეზი არის არაფიზიკური პლანი. ანუ ყველაფერი ის, რაც ხდება იმ არაფიზიკურ პლანზე და შესაბამისად ჩვენ აქ უხეშად გამომივა შეიძლება ნათქვამი, მაგრამ ეს ასეა, ჩვენ მარტო შემსრულებლები ვართ. და იმისათვის, რომ ჩვენ კარგი შემსრულებლები ვიყოთ და აი ეს პროცესი, აი ამ შემსრულებლობის პროცესი ჩვენთვის არ იყოს საზიანო, საჭირო არის ფიზიკური და არაფიზიკური პლანის ჰარმონიული ურთიერთობა და დამოკიდებულება.
კლასიკური მედიცინა, ხო, ქალბატონო მარინა, დამეთანხმებით არ არის ორიენტირებული ამ თემაზე. იმიტომ რომ კლასიკური მედიცინა ის რომელიც უკანასკნელი 2000 წლის განმავლობაში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა, ეს ძირითადად ორიენტირებული არის ფიზიკურ სხეულზე და ფიზიკურ პლანზე. და გამომდინარე აქედან ჩვენ კოლეგა ბრძანდებით და კარგად ვიცით რომ პრაქტიკულად არც ერთი დაავადების განკურნება აი ამ ქიმიური პრეპარატებით, წამლებით არ ხდება. არ ხდება იმიტომ რომ ჩვენ ანუ კლასიკური მედიცინა მიმართულია სიმპტომატურ მედიცინაზე, ანუ სიმპტომატური მედიცინა ქვია სიმპტომების გან ადამიანის განთავისუფლებაზე, თორემ მიზეზზე და მიზეზისგან განთავისუფლებაზე კლასიკური მედიცინას ხელი არ მიუწვდება. და ნუ იცვლება სამყარო, მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ისეთ რთულ პერიოდში ვიმყოფებით და აი ეს ცვლილებები განაპირობებს სწორედ იმას, რომ ჩვენ რაღაც ცოტათი სხვანაირად უნდა მივუდგეთ ჩვენ საკუთარ თავს და სხვანაირი ხედვით, სხვანაირი მოქმედებით უნდა შევძლოთ ჩვენი ჯანმრთელობის გამოსწორებაც და სიცოცხლის გახანგრძლივებაც. სწორედ ამაზე არის ორიენტირებული ტალღური მედიცინა. აი, ქალბატონო მარინა, რა არის ტალღური მედიცინა? თუ შეიძლება ზოგადად დაგვიხასიათეთ იმისათვის რომ მაყურებლისათვის ეს გასაგები იყოს და არ იყოს რაღაც წარმოსახვით სირთულეებთან დაკავშირებული. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის ბატონ თემურ. მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს, მივესალმები დიდი სიყვარულით. ვინაიდან მათგან მოდის ბევრი უშრეთი წყარო და კითხვები, რომლის მიხედვითაც ჩვენ შემდგომ ვაკებთ ჩვენი შემდგომი გადაცემების ეტაპობრივ მონიტორინგს, რათა ფართო მასებმა მოსახლეობის გაიგონ რა არის მედიცინაში სიახლეები, ახალ-ახალი მიმართულებები. მე კიდევ შევეცდები დღეს ეს დაკისრებული მისია წარმოვაჩინო მოსახლეობისთვის, თორედ კოლეგებმა ეს გადასარევად იციან რა არის ბიორეზონანსული მედიცინა, რომ დღეს, როდესაც ასეთი აქტიური გახდა აი ამ მეთოდის გერითი რხევებით მკურნალობა, დიაგნოსტიკა, რას მოიცავს ეს ყველაფერი. მე გახლავართ ვალეოლოგიის კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი და ერთ-ერთი რიგითი, ვიტყოდი ექიმი, სადაც ისწავლება და სადაც მიდის განხილვა იმ თემატიკასთან დაკავშირებით, რაც ბიორეზონანსულ მკურნალობას ეხება. ბიორეზონანსული მედიცინა, ეს არის ვიბრაციული მედიცინა, ეს არის ალტერნატიული მედიცინის სახე, რომელიც, როგორც ბატონ თემურმა აღნიშნა, რაღაც მედიცინაც არის და ამ დროს განსხვავებული მიდგომაც არის პაციენტის მდგომარეობასთან. მე ვიტყოდი, რომ მე როგორც კლასიკური მედიცინის წარმომადგენელი მუშაობდი ამ სფეროში, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესია და ძალიან განსხვავებული მიდგომა არის პაციენტთან ურთიერთობისთვის, იგივე ვიბრაციული მედიცინის მეშვეობით პაციენტის ამ პრიზმაში დანახვა. ვინაიდან ვიბრაციული მედიცინა საშუალებას გვაძლევს და აპარატურა, რომელიც აი ამ გამოკვლევას აკეთებს, ეს არის გერით რხევებზე დიაგნოსტირებული და აგებული მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ჩვენი ადამიანის ორგანიზმში უფრო სწორი იქნებოდა ასე დამეწყო, ადამიანი არის მოძრავი ანუ ის ისეთი ორგანიზმი, რომელშიც თითოეული უჯრედი, ქსოვილი ორგანო განიცდის ბიოლოგიურ რხევას, ვიბრაციულ რხევას და ეს ელექტრონული რხევები წარმოქმნიან გარკვეულ ვიბრაციებს. აი ეს ამ ვიბრაციული უჯრედული ციმციმი და რხევა და მათი ურთიერთშორის შესატყვისება უჯრედების, ქსოვილების ორგანოების განაპირობებს ჩვენი როგორც ადამიანის ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში არსებობას. უყრიანი ალბათ ასე იქნებოდა, რომ დამეწყო. როდესაც ადამიანი თავს კარგად გრძნობს და ჩვენ ჯანმრთელად ვართ, ამ დროს ეს გერითი რხევები, ანუ ვიბრაციები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის თითოეულ უჯრედიდან წარმოიქმნება და ისინი ერთიანდება და ერთიან მთლიან სისტემას წარმოქმნის, ნორმალურ სიტუაციაში, ნორმალურ ჯანმრთელობის მქონე პაციენტთან ის ნორმალურად აღიქმება.
იწება. საკმარისია ორგანიზმში მოხდეს რაღაც რღვევა გარკვეულ დონეზე, რა თქმა უნდა, საუბარია უჯრედულ დონეზე იწყება დესტრუქციული პროცესები, ამ დროს ბგერითი რხევია და მისი ჟღერადობა იცვლება და შესაბამისად უკვე ამ თანამედროვე მიდგომის საშუალებით ჩვენს ხელთ გვეწიფება წინასწარ დაავადების განვითარებამდე დაახლოებით 5-7 წლით ადრე უჯრედულ დონეზე მოხდეს პრევენციულად იმ პრობლემის აღმოფხვრა და გაუვნებელყოფა. შეიძლება გაუკვირდეს ტელემაყურებელს როგორ არის ეს შესაძლებელი, მაგრამ დღეს მედიცინა, არა მარტო მედიცინა, ნებისმიერი დარგი იმდენად წინ არის წასული და იმდენად ჩორს გადადგმული ნაბიჯებია, რომ ჩვენთვის გაურკვეველი არ არის და აბსოლუტურად ნათელია, რომ ბგერითი დიაგნოსტიკით ხდება ამ მოვლენების დაფიქსირება, ამ მოვლენებზე ზედამხედველობა ამ სამედიცინო აპარატურის მეშვეობით და დიაგნოსტირებული თემატიკის გაშიფრვა ხდება უკვე ექიმ სპეციალისტის მეშვეობით. ჯერ ერთი ამ კვლევას აკეთებს სამედიცინო პირი, ანუ ექიმი, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლება და ის ასევე ბიორეზონანსული თემატიკაში არის განსწავლული. იმიტომ რომ აქ მოცემული ინფორმაცია კი ეს არის ხელოვნური ინტელექტის პროდუქტი, მაგრამ ეს მზა ინფორმაცია მაინც მოითხოვს საგულდაგულო გადამუშავებას, ეს არ არის მარტო მზა ინფორმაცია მიიღო და პაციენტს ამცნო, საკმარისია და აუცილებელია, რომ იმას ღრმად ჩაწვდე კლინიკური, კლასიკური, კლინიკური და ასევე შესაბამისი იგივე ალტერნატიული მეთოდებზე მიდგომით. თვითონ აღწერო როგორ ხდება გამოკვლევა ბატონ თემურ? პირველი რაც მაინტერესებს, ეხლა მე მაგალითად აი ამ გადაცემის ასე ვთქვათ გაკეთება მინდოდა თქვენს კლინიკაში, მაგრამ ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ამისი საშუალება არ მომცა იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ეს რეკლამა იქნებოდა და ამიტომ ეს არ შეიძლებაო. მე ესე არ ვთვლი, მაგრამ ნუ აქ სხვა გზა არ არის. ამიტომ ჩვენ ისე უნდა ვისაუბროთ, ანუ უნდა დავახასიათოთ პირველი აი ის აპარატი, რომლითაც ეხლა პაციენტი, მე მაგალითად ვარ პაციენტი და ნუ მოვდივარ თქვენთან გამოკვლევაზე. რას ნიშნავს მე თქვენთან მოვდივარ გამოკვლევაზე და როგორ ხდება ეს? რას წარმოადგენს აი ეს თუ პირველ რიგში ის აპარატი, რომლითაც თქვენ ხელმძღვანელობთ? ეს არის ხელოვნური ინტელექტზე დაყრდნობილი აპარატი, რომელიც კომპაქტურია, რომელიც პორტატულია, რომელიც იძლევა უამრავ ინფორმაციას, ისევე როგორც კარდიოგრამის დროს პაციენტი მოდის წინასწარ არის ინფორმირებული გამოკვლევის დროს როგორ იყოს წინასწარ მომზადებული. მე აქ გვაქვს ჩვენებაც და უკვე ჩვენებაც, მოდი ამასაც დავძენდი, რომ ამ შემთხვევაში წესით ყველასთან არ შეიძლება ბიორეზონანსული კვლევის ჩატარება. ამ კვლევას არ ვატარებთ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აქვს სტენტირება, შუნტირება და რომელიმე ორგანო არის გადანერგილი. ეს არის აბსოლუტური უკუჩვენება, მაგრამ გასათვალისწინებელია და საყურადღებოა ის მდგომარეობა, თუ არის ონკოპაციენტი, ამ შემთხვევაში სიფრთხილით ვეკიდებით, ორსულობის პირველი ტრიმესტრი, ასევე თუ არის ფსიქიური აშლილობა, და იგივე ფსიქოსომატიური სხვადასხვა სერიოზული პათოლოგები, ახალი ინფარქტის შემდგომი პერიოდი, ინსულტის შემდგომი პერიოდი, თუმცა მოგვიანებით სტადუსზე უკვე რეაბილიტაციის დროს პირიქით არაჩვეულებრივი შედეგები აქვს. ნუ იქ მწვავე პერიოდს აქვს თავისი რაღაც თავის შეკავების პერიოდი. ანუ ამ აპარატით მწვავე პერიოდი როცა არის რაღაც გარკვეული დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა არ შეიძლება? დიახ, პირველ რიგში თავს ვიკავებთ გარკვეული პერიოდის მერე ჩვეულებრივ შეიძლება, მაგრამ შუნტირება სტენტირების დროს ფაქტიურად არ ვატარებთ ამ გამოკვლევას, რომ არ დავარღვიოთ და რაღაც გარკვეული პრობლემა არ შევიტანოთ პაციენტში, იმიტომ რომ ეს ბიორეზონანსი
რეზონანსული მკურნალობა მე არ ვიტყოდი რომ ეს არის სასიცოცხლო დაუცილებელი, ეს არის სასურველი, რომ წინსწრებით გაიგოს პაციენტმა მის შესახებ მიმდინარე მდგომარეობა, ვინაიდან ეს არის პრევენციული მიმართულება და არაჩვეულებრივად სამკურნალო თემატიკა, მაგრამ როდესაც პაციენტს აქვს ვთქვათ იგივე სასიცოცხლო სერიოზული დარღვევები, იქ კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის შემთხვევაში იქ უკვე ხელწერას დებს პაციენტი და იქ უკვე სხვა მომენტია გათვლილი, ამიტომ სასიცოცხლოსა და სასურველს შორის აი სხვაობას ჩვენ რა თქმა უნდა ვიცავთ. მაგრამ აქვე დავძენდი იმას, რომ პაციენტი არის წინასწარ მომზადებული, ითვლება რომ ყავა არ უნდა კონდეს დალეული, წინადღის ნაბახუსები არ უნდა იყოს და მცირედ ნავახშმევი ან ნასაუზმევი მოდის გამოკვლევაზე. უპირატესი იქნებოდა რომ კვლევა ჩატარდეს დღის პირველ ნახევარში, უფრო ეფექტურია. პაციენტი ზის არ არის მწოლიარე მდგომარეობაში, უდვათავსებთ ელექტროდებს ხელებზე, ფეხებზე, ქვემო კიდურებზე და თავის მიდამოში. ისევე როგორც დაახლოებით ანუ კომპლექსურად ხდება ეს ამ ინფორმაციის დაფიქსირება. დიახ, ერთდროულად მოდის ინფორმაციის დაფიქსირება, აქვე წინასწარიფსება ანკეტა, მისი პირადი ანკეტა, რომელშიც არის მისი მონაცემები პაციენტის, ანთროპომეტრიული ცვლილებებიც არის ჩანიშნული, წონა, სიმაღლე, საკონტაქტო ტელეფონი, გადატანილი დაავადებები და ასე შემდეგ. ანუ ესე მოვიდა და მინდა გავიკეთე არ ხდება. მერე პროგრამაში ირთვება პაციენტი და გარკვეული წუთების შემდეგ ჩვენ უკვე ვიღებთ მზა ინფორმაციას. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ადამიანს გააჩნია 57 ორგანო და აი ამ ბიორეზონანსული კვლევის მეშვეობით ხდება ამ 47 ორგანოს დიაგნოსტიკა მდგომარეობის იმ ეტაპზე და დაახლოებით 150-მდე კლინიკური და ლაბორატორიული კვლევის ინფორმაციის ბაზას გვაძლევს კიდე გარდა ამისა ეს ინფორმაცია. მე ვთვლი, რომ ეს საკმაოდ დიდი მასალაა, სხვა მასალაა, რომელიც პაციენტისთვის შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი აკეთოს ერთ სივრცეში ერთდროულად და მეხსეულად და აქ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ დინამიკაში დაინახო იმ წუთას და იმ დროს პაციენტის მდგომარეობა. არა მარტო დაინახო, არამედ მივხვდეთ იმ მდგომარეობას, რამ გამოიწვია ეს სიტუაცია, რა მიზეზებით არის. აქ არის თქვენ წეგანს სწორედ აღნიშნეთ ბატონ თემრო, ჩვენ უფრო სიმპტომა კომპლექსებზე გვაქვს აქცენტი კლასიკურ მედიცინაში. გადასარევია კარგია, მაგრამ ზოგჯერ უფრო უკეთესი ჩვევებიც რომ მოდის, სასურველი იქნება ისიც იყოს გათვალისწინებული, უფრო ერთიანი იქნებოდა. სასურველი კი არა, ეს სავალდებულოა. თუ მიზეზი პათოლოგიური პროცესის წარმოქმნის, თუ მიზეზი არ იქნა მოშორებული, ხო, ის პროცესი გრძელდება და ამიტომ არის რომ პრაქტიკულად თანამედროვე ადამიანი თუ ავად გახდა ქრონიკული პაციენტია. ქრონიკული, გეთანხმებით მაგაშიც, კი. იმიტომ რომ არც ერთი დაავადებისგან განკურნება პრაქტიკულად არ ხდება. ხო, ჩვენ ექიმები ვართ და ვიცით ეს მდგომარეობა, ხო? ადამიანი არის ქრონიკულ მდგომარეობაში დამოკიდებული არის იმ პრეპარატებზე, რომლებიც ასე ვთქვათ, ტკივილის მოხსნაზე არის ორიენტირებული და იმ მომენტში იმ ელემენტების შევსებაზე, რომელიც მას აკლია სიტყვაზე ვთქვათ, ხო? და საკმარისია ეს სამალი არ მიიღოს და ისევ ცუდად გახდება და ისევ გაგრძელდება ის პროცესი. მისი მდგომარეობა და ეგ ყველაფერი რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია და ამავე დროს პაციენტი ეჩვევა იმ მედიკამენტს, ახლა მე თერაპევტი გახლავართ და იმიტომ ვამბობ, რომ პაციენტი ეჩვევა იმ მედიკამენტს და რომ ეს მაშინ, როდესაც არის საშუალება, რომ მუდმივად წამალზე დამოკიდებული არ ვიყოთ. აქ არ არის ლაპარაკი, რომ მედიკამენტი არ მივიღოთ. მედიკამენტი უნდა მივიღოთ საჭიროების მიხედვით, მაგრამ არა საკვებად. ფაქტიურად მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მედიკამენტოზური მკურნალობა საკვებადაა გამოყენებული. ერთ და იგივე სვავენ, იღებენ და მდგომარეობა მაინც გართულებულია. წეღანდელ თქვენს სიტუაციასაც შევეხები და გავაჟღერებ, რომ ის რაც დადებითია, ის რაც საუკეთესოა და სასურველია, მეც თქვენ აზრს ვითვალისწინებ, რომ ეს არ იქნებოდა, ვთქვათ, რეკლამა და სასურველია, რომ ხალხმაც და ცოტა დაინტერესებული პირები
რომლებიც უფრო მეტად იქცევდნენ ყურადღებას ხალხის ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ. იმიტომ რომ ამ გამოკლების საფუძველზე ერთდროულად ერთიან კონტექსტში ნახვა ამდენი სიტუაცია, დარღვევის მდგომარეობა და თანაც გამომწვევი მიზეზი და ამ გამომწვევ მიზეზზე შენ გქონდეს წვდომა, რომ პაციენტი გამოიყვანო მდგომარეობიდან და მისცე არაჩვეულებრივი მიმართულება, კი არ გავიდეს დაავადება ქრონიკულ მდგომარეობაში, ან საერთოდ ალაგდეს, ან რემისია მოხდეს. ეს არის საოცარი შედეგი. მე ვიტყოდი, რომ ბიორეზონანსული კვლევის აპარატს აქვს არაჩვეულებრივი თვისება იმ თვალსაზრისით, რომ არა მარტო დიაგნოსტიკას ახდენს, არამედ არის მკურნალობის პროგრამა ჩადებული მასში. დაახლოებით 9000 სამკურნალო პროგრამას მოიცავს. აქ პროგრამების ზღვა მასალაა, ჩადებულია 500-ზე მეტი ოფიციალური პროგრამა, რომელიც სამკურნალოდ შეიძლება პაციენტმა გამოვიყენოს და ჩვენ როდესაც კლინიკაში ვაკეთებ დიაგნოსტიკას, პაციენტს შეეთავაზება, აეხსნება მდგომარეობა და ის, ვინც მოსურნია, რომ გაიგეთოს ეს დამატებითი სამკურნალო ვარიანტი, ჩვენ უკეთებთ გარდა დიაგნოსტიკისა წინასწარი კვლევას კიდევ მის მდგომარეობა ის პროცესის დაწყების წინ, მე ვრთავთ BRT თერაპიის, ბიორეზონანსული თერაპიის სამკურნალო კარკასში, ასე ვთქვათ, რომელიც მისი მდგომარეობისთვის და მისი მდგომარეობისთვის სპეციალურად შეირჩევა და დიაგნოსტიკის საფუძველზე. დიაგნოსტიკის საფუძველზე და ჩვენ იმის საშუალებაც გვაქვს, რომ პრიორიტეტები ვნახოთ. ხშირად პაციენტი მოდის და მას ეჩვენება, რომ ვთქვათ, აწუხებს ხერხემალი და აღმოჩნდა, რომ ხერხემალი კი არა, წამყვანი არის თირკმელი, წამყვანი არის ვთქვათ, წოლნაწლავის პათოლოგია ან საშარდე სისტემა. აი ესეც განემარტება პაციენტს, ანუ ყურადღება ერთგან არის და მამნე და პათოლოგიური პროცესი სრულიად განსხვავებული მდგომარეობით მიემართება. როდესაც ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ვაწარმოოთ ბგერითი რხევებით დიაგნოსტიკის შედეგად უშუალოდ დაზიანებულ ადგილას აი ამ დარღვეული ენერგორგოლის აღდგენა, ის მეხსიერად ხდება, ძალიან სწრაფად ხდება. არის შემთხვევები, როდესაც ერთივე შედეგზე, რომელიც დაახლოებით შეიძლება დაახლოებით 30-40 წუთი გრძელდება, იმის და მიხედვით რა პროგრამებია გასათვალისწინებელი, მე აქ აღნიშნავდი კიდე, რომ აი ამ ბგერით რხევით დიაგნოსტიკა, ეს არის ინდივიდუალური პროგრამა, რასაც დამიწერს მე პაციენტს სხვას უწერს, თქვენთან სხვა ჩივილები და სხვა მონაცემთა ბაზა იკრიბება, ამიტომ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. თუ გავთვლით იმას, რომ მისი მდგომარეობიდან იმ წუთს და იმ წამს რა არის საჭირო, იმაზე ვაკეთებთ აქცენტს, ჩვენ შეგვიძლია ის პრობლემური ორგანო ავიღოთ და შესაბამისად მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება და ამას პაციენტი და ჩვენ ერთდროულად ვხედავთ, ვინაიდან გრაფიკული გამოსახულება, მაგრამ ამ გრაფიკულ გამოსახულებაში ჩვენ ვიცით ამის ახსნა და პაციენტიც ხედავს, რომ იყო მდგომარეობა ცუდი, მძიმე და მომენტალურად ხდება მისი გაუმჯობესება. ან რაღაც გარკვეული საფეხურებით გადახდომა წინსწრებით სასიკეთო მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის უზარმაზარი სიხარულიც არის, უფრო ბედნიერების წყაროა, უფრო მოტივაციაა, რომ არა მარტო ექიმი ხარ, არამედ წინსწრებით პაციენტის მდგომარეობას აუმჯობესებ და მას აძლევ ამ სტიმულს და ამ მიმართულებას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მიღებული მონაცემთა ბაზის მიხედვით პაციენტი აბსოლუტურად არ არის ინფორმირებული, მაგრამ იქ პრეონკოლოგიის დიაგნოსტიკა მიდის გნებავთ ქალებში, თუნდაც მამაკაცებში, არაერთია შემთხვევა, როდესაც ჩვენ სკრინინგის ცენტრში ვაგზავნით პაციენტებს. საბედნიეროდ ზოგთან არ დიაგნოსტირდება ეს შემთხვევა, ზოგთან გარკვეული დროის მერე იბარებენ, მაგრამ უმეტეს ნაწილში თითქმის ყოველთვის ხდება სრული დიაგნოსტიკა, აი ონკოპროცესებისაც კი. აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ მომენტი, მე წეღანაც ვახსენე და ზოგადად ხმაპატიეთ რომ გაგაწყვეტინეთ, ჯერ რამხელა პლუსი არის ზოგადად ადამიანისათვის, რომელსაც რაღაც პათოლოგიური პროცესები აქვს და მოდის ჯდება და 10 წუთში, ხო, 10 წუთია 15 წუთი დაახლოებით, იღებს სრულ ინფორმაციას ყველა ორგანოს ფიზიკური და არაფიზიკური მდგომარეობის. აქ
ფუნქციურ მდგომარეობაზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტის გაკეთება, ამ შემთხვევაში ვამბობ მე, იმიტომ რომ აქ ფუნქციურად, როდესაც რაღაც პროცესები მიდის, ეს ჯერ არ არის, ასე ვთქვათ, ფიზიკურ პლანზე გამოვლენილი. და ამიტომ თქვენ ამ მეთოდის მეშვეობით შეგიძლიათ პრევენცია აწარმოოთ იმისათვის, რომ ეს პათოლოგიური პროცესი არ განვითარდეს. გარდა იმისა, რომ პათოლოგიური პროცესი, რომელიც უკვე ფიქსირებული არის ფიზიკურ პლანზე, ამისი გამომწვევი მიზეზზე იმოქმედოთ, იმუშაოთ იმისათვის, რომ ეს პროცესი საბოლოოდ ალაგდეს. აი ამ თვალსაზრისით მე ვთვლი, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის და თქვენ რო ახსენეთ, ხო, აი თქვენი ექიმის დამოკიდებულება რამხელა სიხარული უნდა იყოს, როდესაც შენ მკურნალის ფუნქციას იბრუნებ. იმ ფუნქციას, რომელიც ჩვენ პროფესიით ღმერთისგან და იმ სისტემისგან გვაქვს მონიჭებული, რომლის ნაწილიც ვართ. მე მედიცინა მაქვს ხედველობაში. მაპატიეთ რომ გაგაწყვეტინე. პირიქით სასიამოვნო ჩათვა. აი ორიოდე სიტყვით პრევენციულად რამდენად ეფექტური არის თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე? ეფექტური ნამდვილად არის, იმიტომ რომ წინსწრებით გაარკვია 47 ორგანოს მდგომარეობა უჯრედულ დონეზე, სწორედ აღნიშნეთ თქვენ და კიდე გაუსაუხას, რომ როდესაც ეს კლინიცისტებთან არ ჩანს კვლევით და ლაბორატორიულ თემატიკაში, ჩვენთან ეს უკვე ჩანს. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში შეიძლება იმ პროცესის კორეგირება. იმ ყველა შემთხვევაში პაციენტი იღებს იმ ინფორმაციას, რომ ჯერ ერთი ის დაავადება აღარ მიდის ფარულად, არ იღებს გართულებულ სახეს და მკურნალობა, როდესაც ჩვენ მივმართავთ, ის მკურნალობაც უკვე ბევრად ეფექტური და სასურველი და სასარგებლოა. თუ ჩავთვლით იმას, რომ აქ ხდება ავტომატურად მდგომარეობა, დაავადების ფარული მიმდინარეობა, გულსის სარღვთა სისტემა, პულმონოლოგიური თვალსაზრისით, ფილტვ-გულის სისტემა, ფილტვ-ბრონქის სისტემაში, ენდოკრინული თითქმის უკაცრება თითქმის 90-95% ენდოკრინული პრობლემაა. აღარ ვნაპარავ კუჭ-ნაწლავის მდგომარეობაზე, ადამიანების ემოციურ სფეროზე, რომელსაც ყველას ფაქტიურად აგზნებადობა გვაქვს, უძილობა გვაქვს, ამ კომპიუტერიზაციამ და ამ ტექნიკურმა პროგრესმა გამოიწვია ის, რომ ახალგაზრდები და ბავშვები კი არა, ფაქტიურად ჩვენი ასაკის ადამიანები მთლიანად შთანთქა ტელეფონმა და კომპიუტერულმა ტექნიკამ, დარღვეული ძილი, დარღვეული ნერვიული სისტემა, წყობილებიდან გამოსული ფარისებრი, თირკმელზე დაჯირკვალი და შემდგომი მთელი კასკადი დაავადებების და როდესაც ამას ჩვენ ვაკეთებთ წინსწრებით, უკვე ვნახულობთ, რომ იქ დარღვევაა, ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას, ეძლევა რჩევა, რომ ვთქვათ, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია ჩაიტაროს, გასტროენტეროლოგის, კარდიოლოგის, თუ არის ისეთი ზედაპირული თემატიკა, ვთქვათ, ჩვენც ვავლებთ ხელს და ჩვენც ვნიშნავთ, რა თქმა უნდა, სამკურნალო ჩვეულებრივ ფარმაკოპეის პრეპარატებს და აქედან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია. აქვე მე დავძენდი, რომ უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არაჩვეულებრივად ხდება ფიქსირება ვიტამინების, ყველა ვიტამინი, მიკროელემენტები, მაგაზე ცალკე მინდოდა დაგასწარით, მიკროელემენტები, პარაზიტოლოგია და ბაქტერიოლოგია გაშლილია არაჩვეულებრივად. გადასარევად არის წარმოდგენილი ახლა პეტრის ფინჯანზე, როდესაც ვიღებთ და სხვა კვლევებით, თუნდაც იგივე ჰელმინთების კვლევის შედეგად, თუ განავლოვან მასაში არ აღმოჩნდა კვერცხი, ფაქტიურად არ ითესება, მაგრამ კლინიკურად პატრონმაც იცის და ჩვენ ვგრძნობთ, რომ პაციენტს ჰელმინთოზი აქვს სხვადასხვა დაავადების სახით და როდესაც 400-ზე მეტი ვირუსია, ჰელმინთი, პარაზიტი და მიმდინარეობს აი ამ კვლევის აბსოლუტურად ისეთ დონეზე ხდება რაფინირება, რომ რომელ ორგანოში, რამდენი პროცენტით, რა სახის ჭია, სოკო, ბაქტერიაა წარმოდგენილი, რომელი ჯგუფი, რომელია დაავადების კრიტერიუმი, ეს არის კრიტიკულად უმნიშვნელოვანესი თემატიკა.
თან თუ ჩავთვლით, რომ დღევანდელი ონკოპროცესების ძირითადი ნაწილი გამოწვეულია სოკოვანი და პარაზიტული დაავადებების გართულებით, ვინაიდან ეს ინტოქსიკაცია ცვლის ორგანიზმის მდგომარეობას, მაშინ გამოდის, რომ 1000 გზის კიდევ უფრო საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ ბიორეზონანსული დიაგნოსტიკით ადამიანის ჯანმრთელობის წახმარება პრევენციული ხაზით, იმიტომ რომ წინსწრებით იცი, აკეთებ და იღებ ღონისძიებას და ყველაზე მთავარი შეგიძლია შეამცირო წამალი და ვთქვათ ბიორეზონანსული თერაპიის მეშვეობით ჩაიტარო მკურნალობა და იქვე იმ წუთში თვალნართლივ ჩანს მიღებული შედეგი. გასაკვირველია. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, როდესაც პაციენტს თქვენთან გასავალ დიაგნოსტიკის დროს აღმოაჩნდა ფუნქციურად რკინის დეფიციტი, უკვე დაწყებული პროცესი იყო, რომელიც არ იყო ფიქსირებული ანალიზებით და ფიზიკურ პლანზე. და პაციენტმა ამას არ მიაქცია ყურადღება. და რო გავიდა 2 თვე და მისი ასე ვთქვათ ფიზიკური მდგომარეობა გაუარეს და მივიდა და ექიმთან გადაიხადა ქვეყნის ფული ვიზიტშიც, ანალიზებშიც, აღმოაჩნდა რკინა დეფიციტი. და მაშინ იყო რომ მოbrunდა და აიო თქვენ რომ მაშინ მითხარითო და აი სწორედ მაშინ რომ თქვენ მიგეხედათ ამისათვის და ეს პროცესი აღმოგებხრათ, ხო? ბევრად უფრო მომგებიანი იყო თქვენთვის და ეს პროცესი ფიზიკურ პლანზე აღარ განვითარდებოდა. აი ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანისათვის. მე ვთვლი რომ აი ამ მეთოდს ძალიან დიდი პლუსი აქვს პრევენციული თვალსაზრისით. იმიტომ რომ ფუნქციურ მდგომარეობა რო ფიქსირდება პათოლოგიური პროცესის დაწყების ასე ვთქვათ მექანიზმის ამუშავება ხო და მიაქცევ ამას ყურადღებას და მიზეს მოიშორებ ხო თავისუფალი ხარ დაავადებებისაგან ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე ძალიან მსიამოვნებს, როდესაც თქვენ პროფესიულად ამის ასე ვთქვათ ინტერპრეტირებას ახდენთ პაციენტისათვის, იმისათვის რომ მან სწორად იაზროვნოს და აზროვნების ასე ვთქვათ ეკოლოგიურ მიმართულებას აზროვნებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ადამიანისათვის და მისი არა მარტო ჯანმრთელობისათვის, არამედ როგორც სოციალური ელემენტისათვის. ქალბატონო მარინა, რა მაინტერესებს? ეხლა ერთი არის დიაგნოსტიკა და აი ის პროგრამები რომლებიც იწერება ხო, აღმოჩნდა რომ პათოლოგიური პროცესი აქვს, გამოსწორება რო ხდება აპარატით. აი ორიოდე სიტყვით ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ეს ბევრად უფრო ეფექტურია, იმიტომ რომ აქ ტალღების გასწორება ხდება, იმ პათოლოგიური ტალღებისგან ადამიანის განთავისუფლება და სწორი ტალღებით, ასე ვთქვათ, სწორ ტალღოვან ბუნებაზე ფიზიკური სხეულის გადაყვანა. აი ეს პროცესი რამდენად ხანგრძლივია და რამდენად ეფექტურია პრაქტიკული ეფექტური ნამდვილად არის დავიწყებდი აქედან, როდესაც ვიღებთ გამოკვლევის შედეგიდან გამომდინარე, აქ არის ასეთი განყოფილება, რანჟირება ქვია, აი ამ რანჟირებაში შევდივართ და ვნახულობთ სიმძიმის ხარისხს არა ისე როგორც პაციენტს ესმის, არამედ როგორ მიგვითითებს ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, ყველაფერს ერთად ვითვალისწინებთ, მაგრამ პრიორიტეტში მოდის და ჩვენ შეგვიძლია შესაბამისი არაერთი, არამედ ეტაპობრივად, იქ არის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი 20 წუთიანი უნდა იყოს თითოეული კურსი, პირველი, მეორე და ბოლოს ხრება
წიური ცირკულაცია, ენერგეტიკული ველის რომ მოხდეს სრული ბალანსი, იქნება უკვე ინდივიდუალურად შერჩეული პროგრამა იმ შემთხვევაში პაციენტთან რა დაავადებას აქვს ადგილი. ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, იქ აღნიშნულია პაციენტის დაავადების მდგომარეობა, პროცესის ერთი და იგივე დღეს ხდება წინ და შემდეგ. და არის ისეთი მექანიზმი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ეს ინფორმაცია ყველაფერი შენახულია დრო, წუთი, წამი, რა სახის კვლევა გაკეთდა. ყველაფერი ფიქსირდება, ინახება და ხედავს პაციენტი თავისი მდგომარეობის მერე, იქ მიწერილია წუთი, წამი, იგივე პაციენტის, რა თქმა უნდა, მისი ტაბლოა, ეს ერთიანი ცხრილია მონიტორინგი და ჩვენც მასთან ერთად ვხედავთ და პირადად ჩვენთვის უსაზღვროდ სასიხარულოა, რომ ნახე რომ იყო დარღვევა, ვთქვათ, იყო ზომიერი დაზიანება და ზომიერი დაზიანება მსუბუქ დაზიანებაში გადმოვიდა, როდესაც იყო დომინანტურია, რომ ყველაზე მწვავე არის იასამნისფერი შეფერილი და აი ამ ერთი манипуляციით უკვე შედეგი დაიძრა და ციფრობრივი მაჩვენებლები დაიწყო. აქ საუბარი რაზეა, თითბატონდემ, როდესაც დაზიანებულია უჯრედულ დონეზე, აქ უჯრედულ დონეზე რღვევის ფაზა არის დაჭერილი საბედნიეროდ. აი ამ უჯრედებზე ზემოქმედების შედეგად ეს დაშლილი უჯრედული კედელი, აი ასე უხეშად ვთქვათ, ხდება მისი რეგენერაცია, აღდგენა და პათოლოგიური პრობლემების ჩასწორება ხდება უკვე აპარატისგან გამომდინარე, მისი ენერგეტიკული რღვევის ფაზა პაციენტთან მიემართება დადებითი მუხტით და პირიქით იქვე ხდება უკვე იმის კორექცია. ანუ უარყოფითი დაზიანებული კერა გარდაიქმნება დადებით პოტენციურს სწორედ ეს არის და ეს ქმნის უკვე რეზონანსულად აქტიურ გაჯანსაღებულ თემას. თუ კი ბოდიში ალბათ უნდა რაღაც გეტყვა, თუ კი პაციენტის მდგომარეობა ძალიან რთული არ არის, ჩვენთან ახლა ყველა სიმძიმის პაციენტი მოდის, ახლა ცოტა რაღაც გარეკლამების შემდეგ უფრო მეტი ნაკადი დაიძრა და მომართვიანება ბევრია, კიდევ და კიდევ თან გულსატკენია და თან გიხარია იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც ახალი შემოვიდა და ხალხის ცნობიერებაში მოდის, მაგრამ გულით ტკივა იმიტომ, რომ აი ჩვეულებრივ კლასიკურ მედიცინაში ვთქვათ, ამ თემატიკის ამ დონეზე გამოვლინება არ ხდება და ზოგჯერ ეს ადამიანები უნებლიეთ და უმეცრად ლანძღავენ ჩვენ კოლეგებს. კოლეგები არაფერ შუაში არიან, ისინი ცდილობენ მაქსიმალურს აკეთებენ, მაგრამ ამ აპარატის მეშვეობით ბევრად მეტი პრიზმა ხედვის დაინახო პაციენტის მდგომარეობა სხვადასხვა რაკურსით და გონიერი თვალი და გონიერი ყურით, გულისხმიერებით არ გამორჩეს არც ერთი ნიუანსი და პაციენტი არ დარჩეს უკმაყოფილო. ეხლა ის მეორე თემა, ის რას აირჩევს ბელეს, ესეც მისი არჩევანის თემაა, მაგრამ თავარია რომ ის ინფორმირებულია. თუმცა როგორც წესი 95% აბსოლუტურად უპირობოდ იღებს, აღიარებს, კმაყოფილია და ნატრობს რომ ნეტა ეს ყველაფერი ადრე ყოფილიყო. საუბარია განსაკუთრებით იმ ხალხზე, ვინც რამე სერიოზული პათოლოგიები გადაიტანა და აი რეკონვალესცენცია უკვე მაინც მიუხედავად იმისა დადებითად არის. ცუდია რომ არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ეს თვალსაჩინოება წარმოვადგინოთ, თუმცა თუ მოხდა სასწაული და ამის საშუალება იქნება, ჩვენ ეს ყველაფერი მასალა გვაქვს და შეგვიძლია პაციენტ, ახლა მოსული პაციენტები კი ხედავენ ამას, მაგრამ ფართო მასებიც გაიგებენ, რამდენად ეფექტური და მნიშვნელოვანია აი ამ ყველაფრის წარმოჩენა. ბოლოს და ბოლოს ეს არის სასიცოცხლო თემა, ადამიანების ჯანმრთელობა და კიდევ ერთს დავძენდი, რომ უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქ არ მარტო ვიტამინი, მინერალის ცვლა ხდება, მძიმე მეტალებით როგორ არის ორგანიზმი დატვირთული, ის აღინუსხება, კვებით რა უნდა ვიკვებოთ, რა არ შეიძლება რომ მივიღოთ, წონის კოეფიციენტი როგორ გაითვლება, სხეულის მასის ინდექსი, თითოეული ორგანო რა მდგომარეობაშია, რას უნდა მიექცეს ყურადღება, ფსიქოსომატიკაც კი იწერება ბატონ თემურ და მოსახლეობის გასაგებად ფსიქოსომატიკაში გათვლილია მუცლად ყოფნიდან გამომდინარე ნაყოფზე რა ზემოქმედება მოხდა თქვა დედის ორგანიზმის დროს ან გაიზარდა, დაიბადა და შემდგომში აკრიფა რაღაცა ნეგატიური პრობლემები ცხოვრებისეულად, აი რომელ პროგრამიდან რა ორგანო დაზიანდა, დაზიანების ხარისხი როგორ უნდა გასწორდეს და ეს ყველაფრის საშუალება ბიორეზონანსული რხევა იძლევა. ბიორეზონანსული
რეზონანსულ რხევაში გარდა იმისა, რომ 9000 სამკურნალო პროგრამა, იქ მინი პორტატული აპარატებია განსხვავებული სახის არის Life Balance 2, Life Balance კონტაქტით, რომელშიც მინიშნებულია გადმოიტანო პროგრამები და უშუალოდ თქვათ სოკოს ანტიპარაზიტული მკურნალობა, თქვათ ორგანოთა გასუფთავება, წმენდა, იგივე ლიმფოსტაზის არაჩვეულებრივი შედეგებია ლიმფოსტაზის, თუმცა თვითონ პროგრამას აქვს თავისი ჩვენება, უკუჩვენება, დროის ხანგრძლივობა გარკვეული, რომელსაც უკვე ექიმები ვკურირებთ და ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენთან ექიმთა გუნდია თავშეყრილი, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს, ერთმანეთს აზრს უზიარებთ და ჩვენი კოლექტივის სიამაყე, ბევრი წამყვანი ადამიანი ბრძანდებით თქვენ მათ შორის ქალბატონი ნანა, ქალბატონი მზიაჯაში, ისეთი პროფესიონალთა გუნდი არის, თავმოყრილი თერაპევტები, გინეკოლოგები, რომლებიც ერთიანად და ძალისხმევით ვატარებთ აი ამ მიმართულებას და მიგვაქვს მხრებით ჭაპანი, რომ არ გამოგრჩეს არც ერთი ნიუანსი ყურადღების გარეშე და ყველაზე მთავარი ვიტყოდი, რომ თუნდაც გაუწყლოვნების თემა, რომელიც თითქოს მიჩქმალულია, რომელიც თითქოს და უყურადღებოდ რჩებოდა, აღმოჩნდა, რომ ხერხემლის პრობლემები, რომელიც დღეს ასე ძალიან არის წარმოჩენილი და ფაქტიურად ყოველი მეორე პაციენტი მოდის და ან არის იქ ყველასთან თითქმის გაუწყლოვნების თემა, ეს არის კატასტროფული თემა, რომელიც მე რო შევეჯახი ამ თემას ძალიან გამეკვირდა. მეგონა რომ ვთქვათ, ხალხი მივიღებდით წყლის მიღების კულტურა ქონდა, აღმოჩნდა რომ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხერხემალზეც, ძვალსახსროვან სისტემაზეც ძირითადი დატვირთვა რაც ხდება, ეს არის გაუწყლოვნება პირდაპირ წერია აი ამ სტატუსით, აი ამ ხარისხით, ამ მდგომარეობით, მაგრამ ეს მდგომარეობა მიდის ისე, რომ არ არის ეს ტაბუ, რომ რთულია მდგომარეობა და მისი გამოსწორება არ შეიძლება. ნუ ახლა გააჩნია რა სტატუსი და რა მდგომარეობა, მაგრამ მიხარია, რომ აქაც ძალიან დადებითი შედეგები. თუ კი ადამიანი მიზანდასახულია, დაუნიშნე მკურნალობა, იტარებს ამ მკურნალობას პირნათლად და სურს გამოჯანსაღება, მე პირადად მაქვს ასეთი შედეგები, როდესაც ახალგაზრდა ადამიანმა 2 კვირაში უკვე საგრძნობის შედეგები დადო და 73 წლის ქალბატონებმა 75 წლის ერთი თვის ინტერვალში აბსოლუტურად რადიკალური ძვრა მოახდინეს. აი ეს არის ჩემი დიდი სიამაყე, დიდი ბედნიერება, აი ზუსტად იმის განცდა, რასაც პროფესიონალიზმი ქვია. ძალიან კარგი, მაგაზე დიდი ბედნიერება ექიმისთვის და მკურნალისთვის არაფერი არ არის, გეთანხმებით აბსოლუტურად. ერთი ესეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. აი აპარატით მკურნალობა. ხო, ну, როდესაც პაციენტი მოდის დიაგნოსტიკის მერე, ну, კომპლექსურად ხდება, ხო, იქ კლასიკური მედიცინის პრეპარატებიც გამოიყენება ჩვეულებრივად, ფიტოპრეპარატებიც გამოიყენება და აი ეს სამკურნალო მეთოდი თვითონ აპარატით მკურნალობის. თუ ქონიათ ისეთი შემთხვევები, როდესაც მარტო აპარატით ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე აპარატით უმკურნალია პაციენტს და დადებითი შედეგი ჰქონდათ. ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მე მაგალითად ესე ვთვლი, რომ ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის სწორედ აი იმ რხევების, იმ ვიბრაციების მეშვეობით ადამიანის პათოლოგიური ვიბრაციებიდან განთავისუფლება. დიახ, პათოლოგიური ვიბრაციებიდან განთავისუფლება, აი ასე ვთქვათ, დროული მუხრუჭი, რომ დაავადება არ წავიდეს პროგრესში. და ყველაზე მთავარი, აი ბიორეზონანსული თერაპიით ჩატარებული მკურნალობა, ნუ გამიწყლებიან კოლეგები, მაგრამ ეს ასეა. ერთი გეგმიური ჩატარებული ბერწე თერაპია იმის ტოლფასია, რაც პაციენტმა შეიძლება ერთი კვირა 3-4 დასახელების ნოზოლოგიური პრეპარატი მიიღოს და შედეგი ჰქონდეს. ჩვენ შეიძლება ერთი გააჩნია მდგომარეობის სიმძიმეს, რა თქმა უნდა, ეს უდაოდ და უპირობოდ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მედიკამენტის გარეშე და გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგი.
თუმცა რა თქმა უნდა პაციენტს ჩვენ მედიკამენტს არ უგზავნებთ, ვაძლევთ, შეიძლება პირიქით ჭარბი დოზიდან ჩამოვიყვანოთ ნაკლებზე, არ იყოს ამის საჭიროება და სხვათა შორის ამ აპარატის მეშვეობით იმის დადგენად შეიძლება, როდესაც დრო გვაქვს, რომელი საფთიახო პრეპარატზე ალაპარაკი, რომელი პრეპარატი მოქმედებს ჩემზე კარგად და რომელი თქვენზე. ანუ ეს აპარატი თავიდან ბოლომდე ეს არის ინდივიდუალური მიდგომა. რომელიც ჩვენ სხვა შემთხვევაში არ გვაქვს დიდება ჩვენს კლასიკურ მედიცინას, მაგრამ იქ არის გაიდლაინი, წესია, კანონია და იმას ვერ გადააბიჯებ. ცოტა არ იყოს ამ შემთხვევაში მებრალებიან ჩვენი კოლეგები, მაგრამ აქ თაგაშლილი ხარ, თავისუფალი ხარ, შენ ურჩევ პაციენტს. შეზღუდვები ჩვენ სხვა განსხვავებული შეზღუდვები გვაქვს ექიმური ეთიკიდან გამომდინარე, მაგრამ არა ისე რომ პაციენტთან ვერ მიიტანო ის რისი გაკეთებაც გინდა. თან აპარატიც გეხმარებათ იმის დაფიქსირებაში, რამდენად ეფექტური იქნება სიტყვაზე ვთქვათ ანალგინი, დავუშვათ ვიდრე, სიტყვაზე ვთქვათ პარაცეტამოლთან შედარებით, ხო? და ამ დროს პაციენტს უნდა ამ ერთი პრეპარატის დალება და აპარატი აფიქსირებს, რომ უფრო ეფექტური იქნება და მეორე პრეპარატი შეიძლება მეორე პრეპარატით იმკურნალოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამისი გამოყენება, ასე ვთქვათ, ადამიანების ცნობიერებაზე როგორ მუშაობს? თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ ჩანს ისე არიან შეწუხებული პაციენტები ექიმებთან სიარულით და გაუთავებელი რიგებში დგომით და ფინანსური ხარჯვით, რომ რაღაცა გარკვეული ნაკადი დაიძრა და მე ვთვლი, რომ ჩვენთან ბიორეზონანსული კუთხით საკმაოდ მომართვიანობამ გაიზარდა. იმიტომ რომ პაციენტი იღებს ინფორმაციას, არჩევანი მისია შემდგომში თავის უბნის ექიმთან, კლინიცისტთან გაარკვევს მკურნალობას და გააგრძელებს თუ ეს მასია უკვე დამოკიდებული რა სურს და როგორ სურს. თუ სურს რომ ჩვენი პროფესიონალებმა მიმართონ მკურნალობა, ჩვენ სხვადასხვა პროფილის ექიმები გვყავს და ჩვენთან ცენტრში ჩვენთან ხდება თუ თავისი ეს აბსოლუტურად უპირობოდ არჩევანი პაციენტზეა დამოკიდებული. რასაკვირველია მე მესმის და პლუს მედიკამენტიც როგორ მიიღოს, ვთქვა დოზა შევამციროთ, არ შევამციროთ, შეიძლება მედიკამენტია შესაძლებელი და უბრალოდ შეეჩვია პაციენტის მდგომარეობა და მასზე აღარ მოქმედებს და რაღაცა ნაკლები. თუმცა რატომღაც ტენდენცია ისეთი, რომ რაც ჰაი კლასის პრეპარატებია და უფრო ძვირი და უფრო ზენიტში პაციენტს გონია იმას რომ მიიღებს, ის უფრო უკეთესია და აი ფაქტიურად იმ რგოლს, რომელიც უნდა გაიაროს მინიმუმიდან მაქსიმუმამდე, რატომღაც გადაახტებიან ხოლმე და ქართველებისთვის სამწუხარო რეალობა არის დამახასიათებელი. შეიძლება კვლევების არ იყოს, შეიძლება ძალიან ელემენტარულია და სულ არ ჭირდება მას მაგნიტორეზონანსული, მაგრამ პაციენტს ეჩვენება, რომ აი მაგნიტორეზონანსული რო გაიკეთა, ეს უკვე დონეა, მაგრამ შეიძლება ის მაგნიტორეზონანსულს ჩვენ გარკვეული მიმართულებით ვითხოვთ და ვნიშნავთ, რა შემთხვევაში რომ ზედმეტი დასხივება არ იყოს და კიდევ ერთი სხვა აი კომპიუტერული დიაგნოსტიკიდან და მაგნიტორეზონანსული კვლევიდან გამომდინარე, სადაც დასხივების დოზა არის ავტომატურად, ჩვენ შემთხვევაში დასხივება არ არის. ერთადერთი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზგასასმელია და ფაქტიურად მიტომ ვამბობ, რომ ცერებრალური დამლების შემთხვევაშიც ესეც მინდა დავძინო, არაჩვეულებრივი შედეგებს დებენ ჩვენთან პედიატრები და ფსიქოლოგები. აქაც არის მეტყველების გაუმჯობესების მომენტი, მთავარია პაციენტი არ იყოს ძალიან აგრესიული, რომ შეძლოს აი დაჯდეს და ეს მანიპულაცია ჩაუტაროთ და აქაც ჩემი კოლეგები არაჩვეულების შედეგები აქვთ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უამრავი დაავადება, რომელიც ნერვული სისტემის დაზიანებით არის გამოწვეული, ის არის წამყვანი და თუ ჩავთვლით, რომ ჩვენი ცხოვრებაში ნერვიული სტრესი და ემოცია დაავადებების უპირატესი მაპროვოცირებელია და წამყვანი ფლაგმანია, ამიტომ აქაც აი ამაზეც ხდება ზემოქმედება და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ თქვენ ცერებრალური დამბლით დაავადებულები რო ახსენეთ, რამდენად შესაძლებელია თუ გქონიათ მაგალითად მცდელობა ამ მეთოდის მაგ სისტემაში აი ჩვენთან არიან პედიატრები, ორი ქალბატონი, ორი ექიმი, ნანა
ქალბატონი ნანა და მეორე ექიმიც ქალბატონი ნანა, რომლებიც ბავშვთან მიმართებაში დებენ არაჩვეულებრივ შედეგებს და კი, მეტყველება გაუმჯობეს და რაღაც ელემენტარულ დონეზე მდგომარეობა შეიცვალა, დაყავთ პაციენტები და გარკვეული პერიოდით თანდართული მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, მაგრამ აი აქ უშუალოდ აი ჩვენი აპარატურის მეშვეობით დაიდო, იმიტომ რომ ისინი აპარატის გარდა ისეც იღებდნენ წამლებს და შედეგი იყო აბსოლუტურად უნიშნელო და აქ უკვე ბევრად საგრძნობის სიტუაციები მოხდა გაუმჯობესების. ნუ მაგას რა ჯობია მე ვიცი რომ აუტისტური სპექტრისთვისაც ძალიან ეფექტური არის ამ მეთოდით მკურნალობა. იმდენად მიხარია რომ აღარც გაცდით ბავშვით გამიხარდა, იმიტომ რომ აუტისტური სპექტრის პაციენტები ყავდა პატარა ბავშვები, რომლებმაც მეტყველება გაიუმჯობესეს, სახელები დაუწყეს მშობლებს დაძახება, სიტყვათა მარაგი გაუმრავლდათ, ქცევითი წესები შედარებით ჩარჩოებში დაჯდა, აი ის მომენტი, რაც მე ვიცი და ვკურირებ და გარდა კურირებისა, ის ხო ჩვენ ხო ხედავთ, აი თქვათ, ჩემთან ეს პაციენტი მოვიდა სხვასთან ისეთი მდგომარეობა, მე აზრებს უზიარებთ, გვიხარია, იმიტომ რომ თითოეული პაციენტის მდგომარეობა, თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს არის მართლა სიხარულის და ბედნიერების ნიშანი. ნუ როგორ გითხრათ, სასიხარულო არის, რომ ჯერ ერთი უბრალოდ საერთოდ არაფერი არ ხდება ამ ტიპის აპარატურა, ასე ვთქვათ, ეს ეხლა დღეს შექმნილი და გაკეთებული არ არის, ეს ბოლო 2-3 წლეული ძალიან აქტიურად ხდება. ამ თემაზე მუშაობა, ნუ ამისი ასე ვთქვათ, დრო უკვე მოვიდა, ხო, ის ძველი სისტემა დაანგრეულია, მე კოსმიური სისტემა მაქვს მხედველობაში, რომლის ნაწილი ჩვენ ვართ. შეცვლილი არის სულ სხვა ეპოქა მოდის, სულ სხვა ვიბრაციები მოდის და ამიტომ აი ის ძველი მეთოდოლოგია რომელიც იყო ის ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადის და ამ მეთოდს პრიორიტეტები ნელ-ნელა მჟღავდება ამ მეთოდის პრიორიტეტები და დადგება დრო, როდესაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული აი ეს მეთოდიკა ადამიანების ჯანმრთელობის დაავადებების გამოვლენის დროსთვისაც და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. რაც მალე მით უკეთესი, ნამდვილად იცვლება ყოველ დღე რაღაცა ახალი სიახლეებია, ვისურვებდით, რომ რაც უფრო მალე მოხდება, უფრო მეტი გაგებით მოპყრობა ამ ახალ მიდგომებთან, ამ ახალ პრევენციულ ღონისძიებებთან, ეს არის ისევ და ისევ თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, სიცოცხლეზე ზრუნვა, რომლის უკან აღარ ვლაპარაკობ სიცოცხლის ხანგრძლივობას, უზარმაზარი თანხები იხარჯება და აღმოჩნდა, რომ სულ სხვა მიმართულებით მკურნალობდით განა იმიტომ, რომ ვინმეს რამე შეგვეშალა, არა, უბრალოდ ის კლინიკა იმ დროს არიჩენდა თავს და აღმოჩნდა, რომ ქვეცნობიერში სხვა დაავადება მიდის და როცა უკვე გართულდა, მაშინ იგებს პაციენტი ამ მდგომარეობას და ჩვენთან მეამაყება და მიხარია, რომ თქვენთან ერთად მე ვარ თანამონაწილე იმ ლამაზი ეპოქის, რომელსაც ქვია წინსწრებით დიაგნოსტიკა, პრევენციული მიდგომა, სიხარულის განცდა თითოეული ჩვენთაგანისა უსაზღვროა და უზომოა. ამას წინას პაციენტები იყვნენ და განმეორებით კვლევაზე მოვიდნენ ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, როგორ ხართ მეთქი, რო ღიმილით ვკითხე, რა ვიციო, დავლიო და როგორ ვიქნები, არ ვიციო. ხო და ეს რო გავხსენით და ბაზა გვერდიგვერდ დაიდო, აი ცრემლები მოუვიდა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, იმიტომ რომ მეც არ მეგონა რომ 2 კვირაში შედეგია დაიდებოდა, მაგრამ აი ქალბატონებთან 73-75 წლის მანდილოსნები, აი ეს იყო თვითონ ვერ აღნიშნავენ, რომ მადლობა მარია ექიმ უკეთესად ვართ, უკეთესად, აი ეს ჩვენი ბედნიერებაა და უსურვებ რომ ყველას უამრავი მადლიერი პაციენტი ყავდეს, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი პროფესიული მისია შევასრულოთ და
სხვისი სიხარული ჩვენ სიხარულად ვაქციოთ. ამინ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენთანაც ეს ახლა ამერიკაში, ევროპაში ეს სისტემები დიდი ხანია მუშაობენ და აქვთ ასე ვთქვათ დიდი მოთხოვნილება ამაზე და მე მიხარია, რომ ჩვენთანაც ასე ვთქვათ ნელ-ნელა ეს ფეხს იკიდებს და ჩვენც აქტიურები ვიქნებით იმ ზოგადი ცვლილებების წინაშეც რომელიც ჯერ კიდევ ჩვენ გველოდება იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ გვექნება იმის საშუალება რომ ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა მეტნაკლებად სწორ ასე ვთქვათ ლიანდაგებზე კონდეს გადაყვანილი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარი დღევანდელი ესეთ საინტერესო საუბრისათვის და მე იმეც ვიტოვებ რომ ჩვენი მაყურებელი სწორად აღიქვამს იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენ გააჟღერეთ და ასე ვთქვათ, სწორად მიუდგება თავისი ჯანმრთელობის საკითხებს. ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისათვის გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. და თქვენც დიდი მადლობა პატივცემულო ტელემაყურებლებო. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა უღრმესი, მადლობა გულისხმიერებისთვის, ამ ლამაზი საინტერესო თემის წამოჭრისთვის და დიდი მადლობა თქვენ. მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. გაიხარეთ.